ტყიბულის მუნიციპალიტეტის სოფელ კურსებში გუშინ ჩამოწოლილი მეწყრის გამო ტყიბული ქუთაისის ცენტრალური ავტომაგისტრალი დაზიანებულია, რის გამოც ამ დროისთვის ტყიბულიდან ქუთაისის მიმართულებით ავტოსატრანსპორტო მოძრაობა შეზღუდულია. ტყიბულიდან ქუთაისის მიმართულებით ტრანსპორტის ნაწილი თერჯოლის მუნიციპალიტეტის გავლით გადაადგილდება, ნაწილი კი სოფელ კურსების შემოვლითი გზით. ამ დროისთვის უცნობია, როდის აღდგება მოძრაობა ცენტრალური მაგისტრალის დაზიანებულ მონაკვეთზე. შეგახსენებთ, მეწყრული პროცესი სოფელ კურსებში ბეროძეებისა და გოგოლაშვილების უბანში 12 მარტის დილას განვითარდა. მეწყერი მდინარე წყალწითელას მარცხენა ფერდობზე ჩამოწვა. შედეგად დანგრეულია 10 საცხოვრებელი სახლი. უსაფრთხოების მიზნით მეწყრული ზონიდან 45 ოჯახის ევაკუაცია განხორციელდა. გეოლოგები მეწყრის გამომწვევ მიზეზებთან ერთად მოსალოდნელი საშიშროების სიღრმისეულად შესწავლას ახდენენ. გარემოს ეროვნული სააგენტოს მიერ გავრცელებული ინფორმაციით მეწყერმა 58 ჰექტარი ტერიტორია მოიცვა. ზესტაფონლები მინდია ლილუაშვილი და ლევან ჩუბინიძე ვეტერანებს შორის ძიუდოში ევროპის თასის გამარჯვებულები არიან. მინდია ჩემპიონი გახდა, ლევანმა კი მეორე საპრიზო ადგილი დაიკავა. მნიშვნელოვანი ტურნირის წარმატებულმა მონაწილემ მინდია ლილუაშვილმა სპექტრთან დღეს პირველი კომენტარი გააკეთა და თქვა, რომ მანამდელი მიღწევები, რომელიც რამდენიმე მსოფლიო და ევროპული ტურნირის მთავარ ჯილდოებს აერთიანებს, იყო სერიოზული მოტივაცია მორიგი გამარჯვებისთვის. ზესტაფონელმა ვეტერანმა სპორტსმენმა ეს გამოწვევა წარმატებით დაძლია. ქალაქ თბილისში ჩატარდა ევროპის თასი ვეტერანებს შორის, სადაც მონაწილეობას ვიღებდით და სადაც ჩემპიონი გავხდი, ძალიან დიდი კონკურენცია იყო, უნდა აღინიშნოს. რის შემდეგაც შემდეგი ჩემპიონატი იქნება ევროპის ჩემპიონატი საფრანგეთში და შევეცდები, რომ ანალოგიური შედეგი გავიმეორო. ჩემთან ერთად ასევე პრიზიორი გახდა ლევან ჩუბინიძე, მიულოცავ მას და ერთად წარვსდგებით ევროპის ჩემპიონატზე და წარმატებებს ვუსურვებ. პირველ ნომერზე წრიულზე მუშაობ 2002 წლიდან. მე მგონი 25 წელი გახდება ახლა. რაც საშუალება მაქვს ხალხს პატივცემ. გაყოფილი გზები ნიშნავს, მე მას ვფიქრობ, რომ კარგად რო ემსახურები და არის გაყოფილი დარდაქცევა. თუ ცუდად ექცები და პასუხი არ გივარგა და ცუდი მიმართვა და რამე გაქვს, მაშინ რაფერი არ იქნება კარგი. 100 კილომეტრამდე გავდივარ 180. დღეში რო გამოვარ 7 საათზე, საღამოს 6 საათამდე 7 ნახევრად მუშაობ. კვალის დასახლებიდან მოვდივარ ასე ავტოსადგურის მხარეზე, საყავრი ეს გადმოვილი და ქალაქ ჩავილი და გავდივარ კვალიჩი ისე. ავრები ისეთნაირად არის ტრანსპორტი, რომელიც მოვაკეთ სამწელი 2 ნომერი იქნება თუ პირველი იმას მიყვება ხოლმე. განსაკუთრებულად ახლა ვინც ქალაქში მოდის ახაჩევთვის მაგ საყავრიდან უფრო გელოდება. იმიტომ რომ აი მან 2 ნომერს უნდა წაყვეს, გეიაროს კვალიტი და მერე წამოვა ქალაქში. საღრების ნაკლებობა ახლა ბევრი ვართ ამ იმაზე მარშრუტები და ყველა სახლა სულ სავსე ვერივლი და არის და ისე მოკლებით ყველგან მევიგო ყველაფერმა ჩვენი გზალებიც. ბევრი ქალაქში ტოვებს, ბევრი საკუთარი ტრანსპორტი ყავს და მონაკვეთს და ყველა მუშაობა, ყველას უნდა მუშაობა და ცოტა ძალიან ბევრი ტრანსპორტი ვარ და გზავრი არ არის იმდენი. ხალხის მასა აღარ არის. ასიბრალია. სოფელში ცხოვრობდა, სოფელში. ვარ მიხედე ოჯახს და გააკეთე ვენახი ბევრი მაქვს. ხანა და შრომობ და წვალობთ. ჩემ ოჯახთან ერთად. ორი დღეს ვერ მუშაობ, ბაბას სახში ოჯახში ხომ უნდა იმუშაო, რაც გააკეთო რა. შრომობთ. თან სიბერეს მოვიდა ამასობაში. ახალგაზრდებს დაუთმობთ, ალბათ ახალგაზრდები გააგრძელებენ. პირველ რიგში მშვიდობას უსურვებ ყველას. ჯანმრთელობას ამსთავარია, ყველა მგზავრს, ყველა ჩვენს მოქალაქეს. ყოფილიყო მშვიდობა და კეთილად და თბილად ეგზავროთ და ეცხოვროთ. შეხვედრაზე განვიხილეთ ეს მიმდინარე პროექტების
სტატუსები და იმავდროულად ვისაუბრეთ იმაზე, როგორ შეიძლება გავხადოთ ამ პროექტების განხორციელების შედეგად შედეგები, რომელიც იქნება მიღწეული, უფრო მეტად მდგრადი და უფრო მეტად ხელშესახები კონკრეტული შედეგების მომდანი, კონკრეტული სიკეთეების მომდანი, როგორ შეიძლება იყოს ქვეყნის განვითარების საქმეში. ვფიქრობ, რომ მართლაც ძალიან საინტერესო შეხვედრა გამოვიდა იმ თვალსაზრისით, რომ ვისაუბრეთ შემდგომ გაუმჯობესებებსა და შემდგომ შესაძლებლობებზე, რომელიც ამ თანამშრომლობის ფარგლებში შეიძლება გამოჩნდეს. The minister has been implementing this program, or the ministry has been implementing this program since June 2022, and it's been going well with about 50% of the resources disbursed. Perhaps it would be good for me to share a little bit about the results under the program. Under social protection, the State Employment Services Agency has helped bring in this period 16,000 people to new jobs. This is a substantial impact for the Georgian economy. And for health, you would have noticed in recent years a substantial reduction in the price of drugs and medical services. And this is due in large part to the support that we have given under this program for results operation. The program goes on until 2028, and we will be here as collaborators and partners with the ministry in order to continue to deliver good results. Ansambli Harmonia შეიქმნა 10 წლის წინ. სულ პატარა ქალაქია, როგორც მოგეხსენებათ ზესტაფონი და ყველას ვიცნობთ. ძალიან ბევრი ადამიანი სცენაზე არ დაუბადებულვართ, დაუბერდით და აქედან დაიწყო ჩვენი მეგობრობა. ქონდა სურვილი რამოდენიმე გოგონებს, რომ შექმნილიყო ქალთა ანსამბლი. ერთმანეთთან შეხვედრის, წაქეიფების დროს დაიბადა ეს იდეა და შევიკრიბეთ 5-6 ქალბატონი, დაგჭირდა ბანი, რაც ძალიან იშვიათია ქალის ხმაში, მეოთხე ხმა, ცოტა ღრმა ხმაა და შევხმიანდით ქალბატონ ნინო ჩხეიძეს, არის ასეთი საუკეთესო უნიჭიერესი ჩვენი გუნდის წევრი, რომელიც დღესდღეობით ბანში დგას და პირდაპირ ვენახიდან ქალმა მოიხსნა წინსაფარი, თავსაფარი და ასე აღმოჩნდა ჩვენს ანსამბლში. დღემდე მოვდივართ ასე შეხმატკბილებულები. ამ ფეროსცენაზე დიდი ღვაწლი მაქვს მე პირადად და რამდენიმე გოგონას მღეროდნენ ხალხურ ანსამბლებში. აი ესე მღერი ვართ დღემდე. მოვდივართ და დიდ პროექტში ვღებულობთ მონაწილეობას, დიდი მოლოდინები გვაქვს, რა თქმა უნდა ზესტაფონელების მხარდაჭერის სურვილი გვაქვს დიდი და იმედი. და ჩვენს ალბათ გოგონები გავამართლებთ ამას. საკმაოდ ძლიერ მომღერლებთან გვიწევს შეჭიდება და მინდა აღვნიშნო ეს არ არის კონკურსი. ადამიანი, რომელიც მღერის არ ხედავს არც მის წინამორბედში და არც შემდეგ მონაწილეში კონკურენტს. ყველა იმდენად მოსასმენია, ყველა იმდენად ტკბილია ეს, რომ ჩვენ კონკურენტები გარ ვართ ერთმანეთის, მეგობრები გავიჩინეთ ამ კონკურსით, ამისათვის დიდ მადლობას ვუხდით დამფუძნებელს ამ პროექტისას. 2025-ში გავახარეთ ჩვენი ქალაქი, თვითონ ჩვენ ძალიან გავიხარეთ, ჩვენი მსმენელი გავახარეთ და ავიღეთ გრან-პრი ვარინკობაზე. კონცერტი საკმაოდ ბევრი გვაქვს ჩატარებული, ახლა ისე ჩამოსათვლელი არ არის, რა თქმა უნდა. მაგრამ ეხლა რომ ვიღებთ მონაწილეობას რუსთავიორის პროექტში ქართულში, ეს არის ჩვენთვის ძალიან დიდი წარმატების საწინდარიც არის, რა თქმა უნდა, დიდი мотиваცია. ჩვენ ანსამბლშია გაერთიანებული პიანისტები, გალობლები, მე ვიოლინე, ვოკალისტები და ასე რომ მუსიკოსების შეკრება. დიზაინერი გვყავს არაჩვეულებრივი. თავისი პეწი აქვს ყველაფერს ჩვენ ანსამბლში. თქმა უნდა, ჩვენი საქმის სიყვარული გვაერთიანებს. მუსიკის სიყვარული. და დღემდე ეს სიყვარულით, ჩვენი საქმის სიყვარულით მოვდივართ. ძალიან მარტივი იყო ამ სახელწოდების დარქმევა, ვინაიდან ჩვენ ძალიან ჰარმონიულად ვიყავით შერწყმული ერთმანეთთან, ძალიან გვიყვარს ერთმანეთი და აქედან გამომდინარე ისეთი ტერმინია ჰარმონია, დავარქვით ანსამბლს ჰარმონია. ქართული სიმღერის სიყვარულმა მომიყვანა და ამ გოგოების სიყვარულმა. ვეღარ წავედი გუნდიდან.
ისე შემოყვარეს გოგოებმა თავი, მართლა თავისი ერთგულებით და თავისი ჰარმონიულობით. ჩემი ფიქრის მისამართი, რავდა ხოლო